დღეიდან მელიორაციის სექტორში წყლით სარგებლობის ახალი ტარიფებიც ამოქმედა. წყლის მისაღებად ფერმერებს მელიორაციის კომპანიასთან განრიგის წინასწარი შეთანხმება მოუწევთ. აღსანიშნავია, რომ ტარიფის ზრდა სრულად არ დააწვევა ფერმერებს, ვინაიდან სახელმწიფო მელიორაციის სექტორის ნაწილობრივ სუბსიდირებას გააგრძელებს. რაც ცვლის ახალ სატარიფო სისტემაზე გადასვლა და სუბსიდიის მიუხედავად იზრდება თუ არა ფერმერებისთვის ხარჯი. ელენე გოგბერაშვილი ჩაგვაყენებს თემის საქმის კურსში. ელენე გისმით. ანუკა დღეიდან საირიგაციო წყალზე წვდომა გაძვერდა. სარწყავი წყლით მოსარგებლე გაუმრიცხველიანებელი წყალმომხმარებლებისთვის პირველი მორწყვის ოპერაციის ღირებულება 1 ჰექტარზე ერთწლოვანი კულტურების შემთხვევაში 75 ლარიდან 116.5 ლარამდე გაიზარდა, ხოლო მრავალწლოვანი კულტურების შემთხვევაში საფასური 102 ლარი გახდა. მეორე, მესამე და მეოთხე მორწყვის ღირებულება სრულად სუბსიდირდება სახელმწიფოს მიერ, რაც ერთწლოვანი კულტურების შემთხვევაში 359.5 ლარს, მრავალწლოვანი შემთხვევაში კი 306 ლარს შეადგენს. მეხუთე და შემდგომი მორწყვის მოთხოვნის შემთხვევაში მომსახურების საფასურს მომხმარებელი მოქმედი ტარიფის შესაბამისად გადაიხდის. კანონი ორი განსხვავებული ტარიფის დადგენას ითვალისწინებს წყალმომხმარებელი ორგანიზაციებისთვის, ანუ ინდივიდუალური ფერმერების გაერთიანებისთვის და სხვა წყალმომხმარებლებისთვის. სევექსში განმარტავენ, რომ იქიდან გამომდინარე, რომ წმო ორგანიზაციები გამანაწილებელ ქსელზე ხდებიან პასუხისმგებლები, მათთვის ტარიფი შედარებით დაბალია, კერძოდ თუ გამრიცხველიანებული პროფილური მომხმარებლებისთვის. 1 კუბური მეტი წყლის საცალო მიწოდების საფასური შეადგენს 8 თეთრს, საბითუმო ფასი წყალმომხმარებელთა ორგანიზაციებისთვის 3.5 თეთრია. აღსანიშნავია ისიც, რომ წმო ორგანიზაციებზე არც სახელმწიფო სუბსიდია გავრცელდება. წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია იღებს ვალდებულებას და პასუხისმგებლობას, რომ ესე ვთქვათ, დაბალი რიგის გამანაწილებელი ქსელი, ინფრასტრუქტურა, სამელიორაციო, რომელსაც აქამდე მელიორაციის კომპანია უვლიდა, ის გადავიდეს, ესე ვთქვათ, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის პასუხისმგებლობის სფეროში, ის აიღებს ვალდებულებას და მოემსახურება ამ ინფრასტრუქტურას. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ეს პირველადი წყალმოსარგებლისთვის ან მელიორაციის კომპანიისთვის ამცირებს დანახარჯებს, იმიტომ სამართლიანია წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას ჰქონდეს შედარებით დაბალი ტარიფი. კერძო სექტორში მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო სუბსიდიის მიუხედავად ფერმერებს ხარჯი ეზრდებათ ფასების ზრდის საერთო ფონის გათვალისწინებით, ეს ნიშნავს, რომ ფერმერს პროდუქციის წარმოება წელს გაცილებით ძვირი დაუჯდება. ერთ კონკრეტულ წელს თუ ავიღებთ, ფასი იზრდება. რაც იგივე საწვავის ფასის დასთან, სასუქის ფასის დასთან, უმშახელის დასთან თუ ავიღებთ წყლის გაძვირებასაც, თითოეული კომპონენტი საბოლოო ჯამში უკვე გადაითარგმნება იმაში, რომ თვითღირებულება ფერმერის მიერ მოყვანილი პროდუქციის თვითღირებულება გაიზრდება და შესაბამისად იძულებული იქნება ფერმერი, რომ გაზარდოს ფასი. სუბსიდიაც თავისთავად ცხადია, ბიუჯეტიდან არის გადასახდელი ეს თანხა, ჩვენი გადასახადის გადახდელების მხრიდან უნდა მოხდეს ამის დაფინანსება და არც ვიცით ზუსტად და არც ფერმერებმა არ იციან შესაბამისად, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს სუბსიდირების პროგრამა. შესაძლებელია 1 წელი იყოს, შესაძლებელია 2 წელი, ან შეიძლება ძალიან მოკლევადიან პერიოდში მხოლოდ 1 სეზონზე გავრცელდეს. ამიტომ ძველვადიან პერიოდისთვის ეს რა თქმა უნდა ძალიან ნეგატიური და უარყოფითი მოვლენაა. უნდა მოხდეს ტარიფის დიფერენცირება და ის, ვინც ნაკლებად მოიხმარს, თქვათ, წყალზე წყლის რესურსს უფრთხილდება, მათ შეღავათები პირიქით უფრო უნდა გაუკეთოს სახელმწიფო და უნდა წაახალისოს თანამედროვე ტექნოლოგიებით სარწყავი სისტემები და არა თავშოთ ძველი მეთოდებით მორწყვა. აღსანიშნავია, რომ თუ გამრიცხველიანებულ პროფილურ მომხმარებელს ერთწლოვან კულტურაზე მრიცხველის ჩვენების საფუძველზე დაერიცხება 116.5 ლარზე მეტი აღნიშნული თანხის ზემოთ, სახელმწიფო მომხმარებელს 350 ლარამდე თანხას დაუსუბსიდირებს, ხოლო სუბსიდიის თანხის ზედაზღვარის გადაჭარბების შემთხვევაში სხვაობას გამრიცხველიანებული პროფილური მომხმარებელი გადაიხდის. თუ გამრიცხველიანებულ პროფილურ მომხმარებელს მრავალწლოვან კულტურაზე მრიცხველის ჩვენების საფუძველზე დაერიცხება 102 ლარზე მეტი აღნიშნული თანხის ზემოთ, სახელმწიფო მომხმარებელს 306 ლარამდე ოდენობის თანხას დაუსუბსიდირებს, ხოლო გამოყოფილი სუბსიდიის თანხის ზედაზღვარის გადაჭარბების შემთხვევაში სხვაობას გამრიცხველიანებული პროფილური მომხმარებელი გადაიხდის. მადლობა ელენე, როგორ შეიცვალა ირიგაციის ტარიფები. ელენე გოგბერაშვილმა გაგვაცნო დეტალები.